მინდა ვიკითხო ახლა აი ეს ეპიზოდი ძლივს ვნახეთ რაღაცა ჯაშუშთან დაკავშირებით რომ გვითხრეს და ისიც გვითხრეს თვითონ სუსმა არა, მაგრამ სამთავრობო მედიას ათქმევინეს რომ ეს ევროპის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ალბათ მიადევნებდით თვალყურს ამ კეისს, რას ამბობს ეს თქვენთვის? საინტერესო კეისია ნამდვილად. არ მახსენდება, კი მახსენდება ერთი შემთხვევა, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა არის ძალიან საინტერესო. ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად სპეციალური სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი ტიპის დანაშაულის გამოვლენაზე და აღკვეთაზე, საჯაროდ აცხადებს, რომ საუბარი არის ევროპული ქვეყნის სადაზვერვო უწყების საქმიანობაზე საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის რეკრუტირებით სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაზე. თავისი არსით არის უმძიმესი დანაშაული. ძალიან დამაფიქრებელი, მიანიშნებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, სუსის განცხადებიდან გამომდინარე საინფორმაციო დაინტერესების საკითხები იყო საკმაოდ ფართო და დიდი მოცულობის ინფორმაციაზეა საუბარი და აშკარად იკვეთება, რომ კონკრეტულად ევროპული სადაზვერვო ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს აქტიურ აგენტურულ, ასე ვთქვათ, პროფესიულ ტერმინს. თვითონ არ უთქვამთ, რომ ეს ევროპულია, სამთავრობო მედია სამთავრობო მედია, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სამთავრობო მედია აჟღერებს იმას, ისი გაჟღერებაც არის საჭირო და შესაბამისად გააჟღერა ის ინფორმაცია, რაც უნდა გაეჟღერება. ძალიან საინტერესოა და როგორც პროფესიულად, როგორც მოქალაქეობრივად ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ, რომელი ქვეყნის, ევროპული ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაცია ახორციელებდა ასეთი პროფესიულად საკმაოდ მწვავე ოპერაციას, რომელსაც აუცილებლად მოყვებოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ ოპერაციის დამგეგმავს უნდა სცოდნოდა, რომ ასეთი ტიპის მოქმედებების შემდგომი ნაბიჯი მისი გამოაშკარავების შემთხვევაში იქნებოდა მაღალ დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა, ან საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე, ან სპეცსამსახურების უმაღლესი თანამდებობის პირებზე, ან სახელმწიფოს მმართველი რგოლის დონეზე. შესაბამისად, სიცხადე უფრო მეტი იქნება საჭირო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხში სიცხადე არ გამოჩნდება, დარწმუნებული, ყოველ შემთხვევაში გამოჟონავს ინფორმაცია და მუდმივად იქნება ასეთი კითხვის ნიშანი, ესენი იყვნენ, ისინი იყვნენ, ამას აკეთებდნენ, სიცხადე არ იქნება. სიცხადე ალბათ ამ ქვეყანაში იცის ამ საკითხთან დაკავშირებით 2-3 ადამიანმა, შეიძლება 5-მა მაქსიმუმ და ასე ვთქვათ, ჭორებისა და გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ გავიგებთ რაღაცა ტიპის ინფორმაციას. რეალური სურათის გაგება იქნება საკმაოდ რთული. ზოგადად სპეცსამსახურების საქმიანობაში ასეთი პრაქტიკა არსებობს, ამაში ახალი არაფერია. ცდილობენ მაქსიმალურად შეზღუდონ საზოგადოებისთვის გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიწოდება, ვინაიდან ეს პირდაპირ კავშირშია ეროვნულ ინტერესებთან უსაფრთხოების კონტექსტში, მაგრამ სასურველია, ვინაიდან ასე თქვი პირველი შემთხვევა, ვინაიდან ექსკლუზიური მოვლენა არის ჩვენს ასე თქვა უსაფრთხოების სისტემის ისტორიაში. დასაშვებზე ცოტა მეტი ინფორმაციას თუ მოგვცენ, იქნება ძალიან საინტერესო. კი ბატონო, საინტერესოა რა იყო მიზანი ამ სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების მათი განმარტებით. მე საერთოდ მგონია, რომ პროპაგანდისტული თემაა ეს საბოლოო ჯამში და ძალიან ჯდება კონტექსტში, რომელიც აქვს არჩეული დღეს რეჟიმს, ტოლობის ნიშნის დასვა ბრიუსელსა და საბჭოთა კავშირს შორის, რომ თუ იმის ჯაშუში არსებობს, ამის ჯაშუში შეიძლება არსებობდეს და ასე შემდგომ, მაგრამ გასაგებია, რომ სხვა დეტალების ცოდნის გარეშე ჯაშუში რეალურად შეიძლება ყველა კი ბატონო, მაგრამ რატომ გახდას, რა ინფორმაცია გახდას ამიზნე მათი მხრიდან მიღების, მახსენდება უნგრეთის შემთხვევა, მაგალითად, როცა ევროკავშირმა პირდაპირ ამხილა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი სიარტო ლავროვთან პირდაპირ კავშირსა და კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის შესახებ და მაშინ იქიდან წუხილები ისმოდა მოსკოვიდან, რომ აიო, თურმე უსმენენ და უნგრეთიდანაც, რომ თურმე ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენო და ამხილეს ის რუს კოლეგასთან საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში რაღაცნაირი ესეც გამახსენდა. არ ვიცი ეს რას უფრო მეც ამბობს რომელ მხარეზე, მაგრამ თვითონ ეს გამოვლენილი ჯაშუში მე მახსოვს სუსის წინა უფროს როცა ვეკითხებოდით რომ სად არის, რატომ არ აკავებთ რუსეთის ჯაშუშებს, ის მიანიშნებდა რომ შეიძლება ვაკავებთ, მაგრამ ინფორმაცია არ იყო საჯარო, განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან ღიად ყვებოდნენ რუსი ჯაშუშების დაკავების. აქ პრაქტიკა როგორი იყო?
დაკავებები ჩვენ საერთოდ არ გვინახავს, მაგრამ თუ კონსპირაციულ შეთქმულების თეორიას დავეყრდნობით, შეიძლება აკავებდნენ და არ გვეუბნებოდნენ. მაშინ ევროპის სასარგებლოდ დაკავებული ჯაშუში ამ შემთხვევაში იკვეთება პოლიტიკური ინტერესი, რეალურად საუბრობთ იმაზე, რომელიც ჩვენ გვაწყობს და საუბრობთ იმაზე, რაც ჩვენ არ გვაწყობს. ზოგადად პრაქტიკაში მიღებულია, რომ ასეთი ტიპის საკითხები წყდება კონფიდენციალურად, დახურულ ფორმატში და არ ექვემდებარება გახმაურებას, მაგრამ გახმაურების შემთხვევაში უფრო მეტი სიცხადე შედის кейსში, საკითხში, რათა საზოგადოება დაინტერესებული ჯგუფები იყვნენ ინფორმირებული, ეს მათ შორის ემსახურება პრევენციას, ეს მათ შორის ემსახურება ამ ღონისძიების გამტარებული სამსახურების, ასე ვთქვათ, ავტორიტეტის და საზოგადოებაში და ასე ვთქვათ, გრძელვადიანი პროცესია. როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ, ზედაპირულად საუბრობთ რუსეთის სპეცსამსახურების აქტივობაზე საქართველოში ან ჩვენს მოქალაქეთა მიმართ და ასე ვთქვათ, მომეტებული აქტივობით საუბრობთ სხვა ქვეყნის და ჯერ არ ვამბობთ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობაზე, მაშინ აქ იკვეთება პირდაპირ პოლიტიკური ინტერესი, ანუ გვინდა მინიშნებები გავაკეთოთ, მაგრამ ბოლომდე არ ვისაუბროთ, რაზე არის საუბარი და ეს საზოგადოებამ თვითონ გამოთვალოს, რასთან გვაქვს საქმე. ალბათ არის რაღაცა გარკვეულწილად რაღაც ინტერესი, რომ ასე ვთქვათ, ჩამოკიდებულ რეჟიმში არსებობდეს საკითხი და გააქტიურდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამის პოლიტიკური საჭიროება იქნება. ზოგადად სადაზვერვო საქმიანობა და მისით გამოწვეული პროცესები თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკურ ვნებასთან დაკავშირებული. არაერთგზის მithქვამს, რომ კონცადაზვერვო საქმიანობის საბოლოო დასკვნითი შედეგი, ჯაშუშის დაკავება და მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის საკითხი არის სუფთა პოლიტიკური საკითხი და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს ის ადამიანი ან იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც მართავენ სახელმწიფოს. კი ბატონო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუძილაური ძალიან ახლოს დაკავშირებული იყო ივანიშვილის გარემოცვასთან, ის იყო პარტიისა და ქართული ოცნების და ასევე ქართუს პრესამსახურის თანამშრომელი და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივანიშვილს ჩვევია ხოლმე აგერ ყოფილი პრემიერის დაკავებას, თუ შევხედავთ სუსის უფროსის ყოფილის დაკავებას, თავისი უახლოესი გარემოცვის წევრების დაკავება, აქაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიზეზთა შორის შეიძლება ეს ერთადერთი არ იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, მე გეთანხმებით, რომ შეიძლება ფაქტები იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ, მაგრამ მოდით ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ პროცესს. ისეთი მაღალი მოწყვლადი ქვეყანა, აი ამ საფრთხეების მიმართ, როგორც საქართველოა, რომელიც 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელსაც არ ყავს უშიშროების საბჭო. რომელსაც სამთვეში ერთხელ უცვლიან სუსის უფროს, ну შეიძლება 6 თვეში ერთხელ და წელიწადში სამჯერ და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებად გვევლინება ის თუ რამდენ ადამიანს უსმენენ ქვეყნის შიგნით. არც ერთი სიტყვა გარე საფრთხისგან დაცვაზე. მაშინ როცა ჩვენ ვიცით, როგორ არის ინფილტრირებული რუსული სპეცსამსახურები, შეიძლება იყოს ინფილტრირებული რუსული სპეცსამსახურები ამ ქვეყანაში და ასევე საკადრო გადაწყვეტილება გაუგებარი ერთ კაცზე მორგებული სამინისტრო, რომელსაც არც პორტფელი აქვს, არც ადმინისტრაცია ყავს და რომელსაც ევალება კოორდინაცია, ანუ მარტივად რო ვთქვათ, სხვადასხვა ძალოვანი უწყებები ერთმანეთთან დაკავშირება. აი ეს ყველაფერი ეს, რას გეუბნებათ ამ ქვეყნის მოწყობაზე, რა სისტემით ვეწყობით ჩვენ. ესეც არის თუ არა მხოლოდ და მხოლოდ პერსონებზე მორგებული პოლიტიკური საჭიროებით მიღებული გადაწყვეტილება. მეუბნება ერთ რამეს, რომ ასე ვთქვათ, გამართული დასავლური ცივილური ფორმა სახელმწიფო უსაფრთხოების კონტექსტში სახელმწიფოს მართვისა ჩვენთან თუ არსებობდა ანგრევის პროცესში, ან უკვე დანგრეულია და დაზიანებულია, ხელახლა ასაწყობია და შესაბამისად ეს სერვისი, რასაც ქვია ურთიერთდაპირისპირებული ან თქვათ კრიტიკული ინფორმაციის შეჯერება, შეჯამება, თქვათ, ცხარე დისკუსიები არავის არ ჭირდება. ზოგადად მიღებული იქნება გადაწყვეტილება და ის ექვემდებარება აღსრულებას. ის რაც ხდება ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ეს პირდაპირ აზიანებს ამ სამსახურის ქმედუნარიანობას, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს არარსებობა, სპობს ზოგადად ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ არსებულ გამოწვევებზე ცოცხალი ცხარე დისკუსიის და მათ შორის კონფიდენციალურ რეჟიმში გამართვისა და თქვათ სიტყვაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტას ერთი ადამიანი ან ორი ადამიანი, შეიძლება კარგ შემთხვევაში სამი ადამიანი და ჩაიშლება იგი შესასრულებლად სხვადასხვა უწყებებში. ამ მთელი ამ პროცესის გამოსწორება
ასე თქვათ, ფურცელზე შექმნილი რაღაცა, წინაკვირა შექმნილი რაღაც თანამდებობის მეშვეობით ალბათ ძალიან გაჭირდებათ, ჩემი დიდი ეჭვია და სუბიექტური ვიქნები ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ არ მგონია, რომ ძალოვანი უწყების პირველი პირები დაექვემდებარონ. შეიძლება რაღაც ნაწილში დაექვემდებარონ, მაგრამ არა სტრატეგიულ და არა ეროვნულ მნიშვნელობის საკითხებში, ისინი პირდაპირ იქნებიან, ასე თქვათ, დამაგრებული ან მიმაგრებული გადაწყვეტილების მიღების პირზე და შესაბამისად შეასრულებენ მის დავალებას. ასეთი ინსტიტუტის შექმნა თუ იყო საჭირო, ასეთი ინსტიტუტის შარშა ამ დროის არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სახით. იქ შედიოდა ყველა ის ძალოვანი ორგანიზაცია, რომლის კურირებაც ეხლა ახალ თანამდებობას და ახალ პოზიციას უნდა დაევალოს, პლუს იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, პლუს იყო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და გაცილებით უფრო ქმედითი, მორგებული და ეფექტიანი, ასე თქვათ, ინსტიტუტი იყო, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით შექმნილი ინსტიტუტი და რეალურად დაკომპლექტებული კვალიფიციური კადრებით, შიდა, ასე თქვათ, თანამშრომლებზე მაქვს საუბარი. და თუ რამეს გაკეთება იყო სასურველი და ამის ნება არსებობდა, ამ პლატფორმის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება ამ ახალ თანამდებობას, დაუბრუნდები კვლავ, ვფიქრობ, ეს იყო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებული პოზიციით ადამიანის პორტირებას შეუწყეს ხელი და ანჩეს რას იზამენ ნახოთ რეალურად ჯერჯერობით. დავაკვირდებით ან წინა გადაწყვეტილებებს, ბატონო შალვა, ყველა სუსიდან მოხსნილი კადრი იყო ეს თუ თავდაცვისა და გულშემატკივრების კომიტეტის თავმჯდომარე თუ ასე შემდგომ მიდიოდა ერთსა და იმავე პოზიციაზე პრემიერის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში და მე ხრებოდა ასპარეზიდან, არ ვიცი ოხანაშვილი რას ურჩევს ხოლმე მას რა ქვია პრემიერს კონკრეტულად, მაგრამ აგერ ახლა ახალი კაცი დანიშნეს კოორდინატორად და ასე შემდგომ. ეს რაღაცნაირად გავს ადამიანებისთვის შექმნილ პოსტებს და არა უსაფრთხოებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ქვეყანას სტრატეგია უსაფრთხოების არ ჭირდება? არ აქვს, ეს არის საკმაოდ აუცილებლად ჭირდება განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს ეს ქვეყანა არსებობს, იმ გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო არსებობს, ზოგადად პრემიერებს რჩევლები სჭირდებათ, უბრალოდ ეს რჩევლები თავის საქმეს უნდა აკეთებდნენ და რეალურად კვალიფიციურები უნდა იყვნენ საკუთარ პროფესიაში. ეს მიღებული პრაქტიკაა, ზოგადად სპეციალური სამსახურების პირველი პირები, მაღალი რანგის ოფიცრები, ასე ვთქვათ, საჯარო საქმიანობის დასრულების შემდგომ მიემართებიან სწორედ რომ ასეთ პოზიციებზე და ისინი სხვადასხვა ტიპის თემების დამუშავებაში, რჩევების, სხვადასხვა კონსულტაციებში იღებენ მონაწილეობას, ეს მსოფლიო პრაქტიკაა. ზოგადად ეს საქართველოშიც დასანერგია, ოღონდ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი ინიშნება, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაც სხვაგან წასაყვანი ადგილი არ არსებობს. ეს გამოსასწორებელია და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გამოსწორდება. რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, დოკუმენტებს, ძირითად დოკუმენტებს, რაზედაც დგას ქვეყნის განვითარება, ეს დოკუმენტები უკვე ვადაგასულია. რეალურად ამ დოკუმენტის ნამდვილ დღევანდელ სიტუაციაზე გამიჭირდება დაახლოებით 2-3 წლის წინანდელ მდგომარეობას გაგიზიარებთ, ასეთი ტიპის დოკუმენტები შინაარსობრივად მზად იყო, უბრალოდ მათ ვერ იხილეს, ასე ვთქვათ, დღის შუქი და მისი შესწავლა. აი ახლა მაყურებელს რომ ავუხსნათ, როგორ ხდება ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად, როცა ირანში ომია. და მაგალითად, როცა ჩვენ ვიღებთ განცხადებას რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდგომ ირანის ელჩის საქართველოში, რომელიც შეიცავს მუქარის ნიშნებს. ამაზე ვინ უნდა ირეაგიროს? უნდა ირეაგიროს თუ არა პირველ რიგში საბჭომ, რომელიც არ არსებობს და რომელიც გაუქმებულია, უსაფრთხოების საბჭომ, სადაც მარტო რომელიმე ერთი უწყება კი არა, როგორც თქვენ თქვით, არამედ ყველა უწყება შედის, შეიკრიბება, აზრს გაცვლიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას რა ქნა. სინამდვილეში ჩვენ ნახეთ ეს ძალიან მკაფიო кейსი იყო, რომ იქით დაურეკა საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის ელჩმა, იქით მოითხოვა შეხვედრა, რომ გამოვიდა იქით დაგვემუქრა მეორე ჯერზე. ანუ გააგრძელა ხო, თავისი პათოსი და რეაქცია ნული, მაგრამ ჩვენ ნახეთ დასავლელი პარტნიორების ქვეყნების ელჩები დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხო? აი ამ გადაწყვეტილებებს ვინ იღებს? რა ორგანო? ძნელი სათქმელია, ორგანოს სახით გამიჭირდება, რომ ვთქვა, რომ ამას ვინ მეიღებს ამ გადაწყვეტილებას, ალბათ საუბარია 2-3 ადამიანზე, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. ირანის ელჩთან მიმართებაში ალბათ ეს იქნებოდა, ვფიქრობ, პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა ნაჩქარევი ან შესაძლოა დაგვიანებული, მე ვფიქრობ, რომ რეაქცია უნდა ყოფილიყო იმ წამსვე, უნდა ყოფილიყო საკმაოდ მკაცრი და უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც ეს ვთქვათ, დაიცავდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არ გამოიწვევდა, თქვათ, პროცესების შემდგომ არასასურველი მიმართულებით განვითარებას.
ვფიქრობ, გადაწყვეტილებას ალბათ მაინც 2-3 ადამიანი იღებს თემატიკიდან გამომდინარე და მისი ასე ვთქვათ, სირთულიდან გამომდინარე. და სულ ბოლოს მოკრეთ დაკითხოთ, დღეს დაკავებები შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი აზრით ამერიკელებისთვის თავის მოწონებას? დიდი ალბათობით კი. ანუ იმიტომ რომ დასასჯელი ძალიან ბევრია, შემსრულებლიდან დაწყებული დამკვეთით. და ეს იგივე ხაბეიშვილს ავიღებთ არა მარტო გურამ როგავას მაგალითად, პოლიტიკური ლიდერი პარტიის, მისი ასეთ დონემდე ცემა არ მგონია შემსრულებელს შეეძლოს. სჭირდება თუ არა ამას გადაწყვეტილება ზემოდან? რა თქმა უნდა.